საღამომშვიდობის ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო პროგრამა დღის ქრონიკა. ახალ ამბებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე ნინო ვართაპეტიანი გაგაცნობთ. ვინჭრის და რა მიზეზით იჭრება ხეები ბორჯომში ეგრეთ წოდებულ პლატოს ტყეში? საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობა აპროტესტებს. რა საფრთხეებზე საუბრობენ და რას პასუხობენ გარემოს დამცველებს ეროვნულ სატყეო სააგენტოში ნახეთ სიუჟეტში. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანეთა მოძრაობის კოორდინატორი ბორჯომში ეგრეთ წოდებული პლატოს ტყის ტერიტორიაზე წიწვოვანი ხეების მასიურ ჭრას აპროტესტებს. მარიზა ჯიქია ვარაუდობს, რომ დაზიანებულ ხეებთან ერთად საღი ხეებიც იჭრება. დღეს საგანგაშო მდგომარეობა ძალიან გთხოვთ სერიოზულად გამახვილდეს ყურადღება ამაზე. მოხდეს გადამოწმება, თუნდაც თვითონ მოჭრილი ხეებისა არის ის ნამდვილად მოსაჭრელი და იყო თუ არა მოსაჭრელი და გაირკვეს, გაკეთდეს ამაზე სპეციალური ანალიზები. ქერქი ჭამია და ლაფანჭამია, რომ ბორჯომის ტყეებს ჭამს და უკვე განადგურებულია ჩვენი ტყის მასივები, ამას ყველანი კარგად ვხედავთ. მაგრამ განსაკუთრებით მე მინდა რომ პრევენციულმა ზომებმა მოიმატოს, თუ ეს არ გაკეთდება ძალიან ჩქარა, არავის არ აქვს გარანტია, რომ ბორჯომის ტყის მასივები მთლიანად მოისპოს. მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელთან ერთად ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები პლატოს ტყეში ჭრის პროცესს დააკვირდნენ და სიტუაციას ადგილზე კიდევ ერთხელ გაეცნენ. ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ ბეჭ და ქერქიჭამიასთან ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები ბოლო წლებია ხორციელდება, მათ შორისაა სანიტარული ჭრებიც. ეს გახავთ ფერომონიანი მწერსაჭერებით ბრძოლა, თუმცა გარდა იმისა, რომ აი ამ ბრძოლის მეთოდით ჩვენ მავნებლის პოპულაციის შემცირება მოვახერხეთ, აუცილებელი გახდა მაინც სანიტარული ჭრის ჩატარება და ამ ხმელი ხეების გარემოდან გამოღება. გამოიწვია აზრთა გაუგებრობაც მოსახლეობაში, თითქოს და ეს ტერიტორიები რაიმე სახის მშენებლობისთვის მზადდებოდა, თუმცა ნამდვილად ამას არ ვადასტურებთ და ეს ვერც მოხდება, რადგან გახლავთ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია, სადაც მსგავსი საქმიანობა არის აკრძალული. სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ მოჭრილი ხეები კატეგორიებად დაიყოფა და შესაბამისი სამსახურები განკარგავენ. დაახლოებით 3000 კუბზეა საუბარი. დაავადებული ხე-ტყე იქნა მონიშნული და მოჭრილი დღეს დასაწყობილი გახლავთ საშიშე მერქანს, ალბათ მუნიციპალიტეტი თვითონ თავის მოთხოვნების მიხედვით თავის მოთხოვნებს გადაეცემა მოსახლეობის გასაცემად, რაც შეეხება პირველ ხარისხს, რომელიც დაახლოებით 2000 კუბამდე გახლავთ, ფინანსური სამსახური გამოიტანოს აუქციონზე. ჭრის პროცესს ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ახორციელებს. გუშინ ბორჯომში ერეკლეს ქუჩაზე 16 სართულიანი კორპუსიდან კედლის ნაწილი ჩამოიშალა და ნისანის მარკის მსუბუქი ავტომობილი დააზიანა. დაშავებას გადაურჩა იმ დროს მანქანაში მჯდომი 2 ადამიანი. მოსახლეობის თქმით, კორპუსი თავის დროზე უხარისხოდ აშენდა და წვიმის დროს კედლის ნაწილი ხშირად იშლება. ეზოში ბავშვები ხშირად თამაშობენ, ადგილობრივებს მათი დაშავების შიში აქვთ და დახმარებას ითხოვენ. ამ ზონის ლოდი იყო და ზუსტად აი ამ ადგილში არის დაცემული. ეს ჩაიბრუნა და მთლიანად შუშა იქცა ნამსხვრევება და ჩაიყარა მთლიანად მანქანაში. ბორჯომში მცხოვრები ლელა ჩადუნელი გვიყვება თუ როგორ დააზიანა კორპუსის კედლის ჩამოშლა მისი მეუღლის მანქანა. შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა, როდესაც ავტომობილი ერეკლეს ქუჩაზე 16 სართულიანი კორპუსის მიმდებარედ იყო გაჩერებული. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ჩემი პატარა ძმა მყავს, ის მიიყვანა მანქანით და აი დაახლოებით 3-4 წუთის სხვაობა იყო, როცა ჩემი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, აწეული ჰქონდათ საბარგული, ამოიღეს ნივთები, რაც უნდა აეტანათ და ზუსტად იმ ადგილას იდგა ჩემი ძმა. აიყვანა ჩემო მეუღლემ ჩემი ძმა სახში, ჩამოვიდა, მანქანაში ჩავჯექითო მე და ბიძაშენიო და დაქოქის ხმა და აი არ ვიცი, ისეთი ხმა იყო, მეგონა მანქანა აფეთქდაო, ვერ მივხვდითო საერთოდ რა მოხდა და უცბად ბიძაშენ მეუბნება, რომ უკან ანუ საბარგულის მინა აღარ ქონდა მანქანას. იყო სულ ჩალეწილი, მთლიანად დამსხვრეული, ანუ ჩვენ ამაზე პრეტენზია არ გვაქვს მანქანაზე, იმიტომ რომ იქ შეიძლებოდა ნებისმიერი ადამიანი აღმოჩენილიყო. ერეკლეს ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეს კორპუსი 1991 წელს უხარისხოდ აშენდა. მოსახლეობის თქმით, კედლის ნაწილი აქედან ხშირად იშლება. მუდმივად მცხოვრები 50-მდე ოჯახი კორპუსის რეაბილიტაციას ითხოვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ადგილზე ბავშვები ხშირად თამაშობენ და უფროსებს მათი დაშავების შიში აქვთ. წვიმა რომ ჩამოდის, ეთყობა რაღაცა თავისი სიმყარე არ გააჩნია და რაღაცა გამყარება და თავისი კონსტრუქტორი ჭირდება ამას და რაღაც დასკვნები და ამის მერე გაკეთება. კორპუსი არის რაღაცა გასამაგრებელი და საპატრონო.
ასევე აი ზემოთ რო ამოხვიდეთ მე-14, მე-15, მე-16 სართულებზე ჩამოდის წყალი და არის ავარიული მთლიანად გადახსნილია ადგილები კედლების და გადახურვაც კი გასაკეთებელი, აი ყველა წერტილი არის საპატრონო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ დრომდე კომენტარის ჩაწერა ვერ მოხერხდა, თუმცა პირად საუბრებში გვითხრეს, რომ მოსახლეობამ მათ განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ვითარებას ადგილზე სპეციალისტები შეისწავლიან და სწორედ ამის შემდეგ მოხდება პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა. ლიკანში მესხეთის ქუჩაზე გზის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ მოთხოვნით წერილობით მიმართეს, თუმცა დღემდე აქ არაფერი გაკეთებულა. ლიკანში მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები 1000-მდე ოჯახი ყოველდღიურად ამ გზით სარგებლობს. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტომანქანებთან ერთად დაზიანებულ გზაზე გადაადგილება უჭირთ ფეხით მოსიარულეებსაც. დანგრეული და გაუბედურებული, აი თქვენ თვითონაც ხედავთ რაც არის და ეს ჩვენი ეზო კიდე რამდენი წელია გვპირდებიან გაგიკეთებთ და არაფერი, სულ არაფერი ყურადღება არ არის. აბსოლუტურად დასახლება ვინც არის აქვს ყველასათვის. იმიტომ რომ ჯერ ერთი ადგილობრივი მოსახლეობას აწუხებს, მერე დამსვენებელი ჩამოდის. ეს სიჩქარის შემაფერხებელი ლიკანში ფაქტობრივად ფუნქციას კარგავს. ავტომანქანა დიდი სიჩქარით აქ გავლას უბრალოდ ვერ შეძლებს. გაჩული ბერთ არის, ნახეთ, აი ნახეთ, ეს გზა არის, შოფერში ექსერტა. მანქანა ფუჭდება, ბავშვები ვერ დადის, ხალხი ვერ დადის. ხუნა მიხედავს ვიღაცამა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა მესხეთის ქუჩაზე გზის მოასფალტებას 2017 წელს გეგმავს. თანხას კი რეგიონული განვითარების სამინისტროს განითხოვს. გაკეთება ნიკოლაძის და მესხეთის ქუჩა 2017 წელს აუცილებლად დაახლოებით 600,000 ლარის ღირებულების. ალბათ აი გამოზაფხულზე აუცილებლად როგორც კი თოლს აიღებს და შესაძლებელი იქნება რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყოს, აუცილებლად გავაკეთებთ. ანუ როგორც წელს დავიწყეთ ყველაზე ადრე, მომავალ წელსაც მაქსიმალურად ადრე დავიწყებთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტს მომავალ წელს საჭირო თანხა თუ ჩაურიცხა და სამუშაოებიც დროულად დაიწყო ადგილობრივებს მოასფალტებულ გზაზე გადაადგილების. ლოდინი 1 წელი მაინც მოუწევთ. ლიკანში მესხეთის ქუჩაზე მინის საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები საყრდენი კედლის აღდგენით დაიწყო. პარალელურად განახლდება მოედნის მიმდებარედ არსებული საბავშვო ატრაქციონები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს მშენებელი ასრულებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 58,528 ლარით ფინანსდება. მთლიანად იცვლება საფეხბურთო მოედნის საფარი, გაკეთდება შემოქავება, ანუ ეგრეთწოდებული სეტკები გაკეთდება მთლიანი ტერიტორიის, ჩაესხმება დამჭერი კედელი, მე მგონი მიდის უკვე მაგ კედლის სამუშაოები და გაკეთდება პატარა მინი მოედანი ბავშვების სათამაშო. და ატრაქციონებიც არის იქ. დიახ, გათვალისწინებული. დიახ, გვაქვს გათვალისწინებული და მაგასაც გავუკეთებთ რეაბილიტაციას. რო გაკეთონ დანიშნა გარი იქნება, სუფთა იქნება, ლამაზი იქნება, ბავშვები გამოიყვანეთ, ათამაშებით და გარი იქნება ჩვენთვის. ახლა ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაიგეთ როგორი ამინდი გველის ხვალ და მომდევნო დღეებში. ხვალ 19 ივლისს ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. მინიმალური ტემპერატურა 19, მაქსიმალური კი 27 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი ამინდი იქნება დილიდან, 10 საათზე 25 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ღრუბლიანობა მოიმატებს 13 საათიდან, ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. იწვიმებს 16 საათიდან, სითბო 25 გრადუსი იქნება. ნალექი შემცირდება 19 საათიდან, ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიკლებს. 22 საათზე 20 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, მზე დაღრუბელი იქნება 20 ივლისს, ტემპერატურა 28 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს 21 ივლისს, ჰაერი 33 გრადუსამდე გათბება. ნალექი შეწყდება 22 ივლისს, ტემპერატურა 26 გრადუსამდე დაიკლებს. 26 გრადუსი დაფიქსირდება 23 ივლისსაც. უმეტესად მზიანი ამინდია ნავარაუდევი 24 ივლისს, მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსია მოსალოდნელი.
ასეთი იყო 18 ივლისის დღის ქრონიკა. ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.